მოგესალმებით ანუნა, მადლობა მოწვევისთვის. ესე იგი, ამინდი ახლა მშვენიერია, ცოტა დახვრუკულებიც კი ვართ, რამდენიმე ლოკაციაზე ვიყავით სხვა სოფელს შეხვედრაზე. ახლა გერთვებით სიღნაღის რაიონიდან სოფელი ერისიმედი, ეს არის უნიკალური სოფელი, რომელიც ორ მდინარეს შორის არის გაშენებული და 6 დღის წინ აქ მზიანი ამინდი ნამდვილად არ იყო, დაიტბორა კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ხშირად იტბორება ეს სოფელი, დაზიანებულია სავარგულები, დაზიანებულია სახლები, საძირკველში იმედი მაქვს კადრებში შემდეგ ნახავთ თქვენ იმ ძიმე მდგომარეობას, რაც არის, იმიტომ რომ გადავიღეთ, შევედით თითოეულ ოჯახში. ეს არის სოფელი, რომელიც აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს, ძალიან ახლოს, სანამ ამ სოფელში რომ მოსულიყავით, გავიარეთ ბლოკპოსტი, სადაც მესაზღვრეებმა გადაგვამოწმეს და მხოლოდ მას შემდეგ გამოგვატარეს. ამ სოფელს ჩვენი სტუმრობა არ არის პირველი, ანუნა, დაახლოებით მერვე თუ მეცხრე სტუმრობა, იმიტომ რომ ძიმე პრობლემებია. მაგალითად, რეგისტრაციის პრობლემაა. 40 წელი ცხოვრობს სოფელში, ამ აქ მოსახლე 70-80 ოჯახის მიღმა არავინ არ არის. მხოლოდ ისინი ცხოვრობენ, ამაგრებენ სასაზღვრო რაიონს, სასაზღვრო სოფელს, უმნიშვნელოვანეს ადგილს, შრომობენ, დათესილი აქვთ სხვადასხვა ადგილობრივი კულტურა, მაგრამ სახლებს არ ურეგისტრირებენ. აი მაგალითად, ერთ-ერთმა ადამიანმა, ადგილობრივმა პატიოსმანმა, მშრომელმა მითხრა, რომ აქ უნდა გაკეთება ფერმის, მაგრამ დოკუმენტები ვერცად ვერ წარადგინა, იმიტომ რომ რეგისტრაციაში არ უტარებენ. მხოლოდ რამდენიმე ოჯახია, ვინც რეგისტრაცია შეძლო, თან საუბარია 40 წელი რო ცხოვრობენ ამ სოფელში, არიან აბონენტები, იხდიან გადასახადებს, აქ დაიბადნენ მათი შვილები, მაგრამ მდგომარეობა ესეთი მძიმეა. ეხლა ბოლო დატბორვის დროს დაზიანდა ძალიან მნიშვნელოვნად მოსახლეობა, მათი ინფრასტრუქტურა, სამეურნეო სავარგულები, დაეხოცა ჩინაური ცხოველი, ფრინველი და მათ ჭირდებათ რა? ზრუნვა, მათ ჭირდებათ პატივისცემა, მათ ჭირდებათ ყურადღება და უახლოეს წარსულში მიღებული ზიანის გამო კომპენსაცია. ეს კომპენსაცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ის მინიმალური სარგებელი, რაც ჰქონდათ უზარმაზარი შრომის შედეგად ჩადებული რაღაც თუნდაც ჩინაურ ფრინველში, დაიზღვიონ საკუთარი თავი და არ მიატოვონ ეს მნიშვნელოვანი ადგილი, რაც არის მართლა ამ ქვეყნის გაძლიერება და მე ერთ-ერთი იმედგაცრუებული მოქალაქის ფრაზაც მოვისმინე, რომ მაშინ ავდგებით, ძმაო, წავალთ აქედან, გადავცხოვრდებით დიდ ქალაქებში და ჩამოდით და აბა თქვენ გაამაგრეთ შემდეგ ეს სოფელიო და მართალია ეს ხალხი. თუ ისინი ცხოვრობენ ასეთ მნიშვნელოვან სოფელში, მათ ჭირდებათ მინიმალური მხარდაჭერა. სხვათა შორის დღეს ეხლა ჩვენ სანამ შემოვიდოდით ამ სოფელში და მესაზღვრეები გამოგვატარებდნენ ძალიან პატიოსანი ხალხი, მანამდე ჩამოსული იყვნენ დაახლოებით 15 მანქანიანი კორტეჟით, მთელი დიდი ეკიპაჟებით ქართული ოცნების წარმომადგენლები. მრავალი კრიტიკის შემდეგ ჩამოვიდნენ და ახლა დადეს პირობა, რომ 15 აგვისტოდან დაიწყება რეაბილიტაცია, კომპენსაციების გაცემა და ასე შემდეგ. მოდი ვნახოთ, 15 აგვისტოს შორს არ არის. ჩვენ თუ აქამდე 8-ჯერ ჩამოვედით, კიდევ ბევრჯერ ჩამოვალთ აქაური მოსახლეობის მხარდასაჭერად და აუცილებლად დაუდგებით და გადავამოწმებთ, იმიტომ რომ თუ ერთხელ ვაიძულეთ და მივაქცევინეთ ყურადღება, ეხლა ვაიძულებთ, რომ ეს პირობა შეასრულონ, რომელიც დადებაც იძულებულები გახდნენ, თორე ამდენი ხანი სად არიან? 14 წელია ხელისუფლებაში არიან. მე ოპოზიციაში ვარ, წინა ხელისუფლების დროსაც ოპოზიციაში ვიყავი და ახლაც ოპოზიციაში ვარ. ეგენი არიან ხელისუფლებაში და ჩამოვიდნენ, დადეს რაღაცა პირობა წამოსცდათ, იძულებულები იქნებიან, რომ ეს პირობა შეასრულონ და ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას მხარში დაუდგებით, რაც შეგვიძლია იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციაში ვიმყოფებით. იგივე მდგომარეობაა ყველგან. საგარეჯო გამოვიარეთ დღეს დილით და იქ ნახეთ, მაგალითად ნაგავსაყრელი, მთელი საგარეჯო, აი იმ სიცხეში, უბედურებაში, ქარში არის აი მძიმე მდგომარეობაა ძალიან. და მაშინ როცა 10 წლის წინ დადეს პირობა, რომ ამ მცირე ნაგავსაყრელებს გააუქმებდნენ. ერთი ნაგვის ნაგავსაყრელი ვერ ააშენეს, სადაც გადამამუშავებელი ქარხანა იქნებოდა. ანუ ყველგან იგივე პრობლემაა, გორში იგივე პრობლემაა, რუსთავში იგივე პრობლემაა, ბათუმში იგივე პრობლემაა, ქუთაისში ნიკეას ნაგავსაყრელმა ააწიოკა ნახევარი ქუთაისი, თუ მთლიანი არა. ანუ ყველგან არის ინფრასტრუქტურული პრობლემები. ამ დროს ბიუჯეტი არის უზარმაზარი, ოღონდ ამ ბიუჯეტს აზის
ვიღაცა ჩინოვნიკები, რომლებიც მარტო ხაპავენ ამ ბიუჯეტს, კარგ მანქანებს ყიდულობენ, მე რამდენი 10 მილიონი გამოყვეს იმისთვის, რომ ახალი ავტომობილები შეიძინონ მათი საკუთარი კომფორტისთვის, ხო? რამდენი მილიონი ლიტრი საწვავი უნდა მოიხმარონ საკუთარი თავისთვის, რომ იარონ იქეთ-აქეთ, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ აი გზა გაიყვანონ. და აქ მყოფ მოსახლეობას სარდაფში რომ წყალი ჩასდით, მინიმუმ ბალასტი შეიტანონ და ის სარდაფი ამოავსონ, რომ წყალი არ ჩადგეს. ამიტომ ამ სოფელს უმნიშვნელოვანეს კეთილშობილი ხალხით დასახლებულ სოფელს ძალიან მშრომელებს ჭირდება მხარდაჭერა. ეს არის სიღნაღის რაიონი, სოფელი ერისიმედი, სახელიც როგორი აქვს, ერისიმედი, რომელსაც ჭირდება ყურადღება ეროვნული ხელისუფლების ჩართულობა იმისთვის, რომ აქ ადგილობრივ დონეზე პრობლემები მოგვარდეთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ, ვესაუბრებით მოქალაქეებს, ვცდილობთ რომ დავაბრუნოთ და გავაღვივოთ იმედი და რწმენა იმის, რომ შეცვლა ყველაფრის შესაძლებელია გაკეთილშობილება იმ ვითარების, რაშიც სამწუხაროდ ამ ძალადობრივმა ხელისუფლებამ ჩაგვაგდო ყველა ერთად. კი ბატონო. ირაკლი, მე პოლიტიკური ამინდი ვიკითხე, მაგრამ შენ უკვე მოგვახსენე როგორი ამინდი არის, ამიტომ მოდი პოლიტიკურ ნაწილზეც გადავიდეთ და ახსენე რომ პოლიტიკურ ნაწილს. კი ბატონო, მერვედ თუ მეცხრედ ვიმყოფებით უკვე ჩვენ კონკრეტულად ამ სოფელშიო და რამე შეიცვალა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ანუ აი როგორ უყურებენ ზოგადად აი მათი პრობლემების მოგვარების ხედვა როგორი არის, მათი განწყობა როგორი არის ზოგადად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და რამდენად აწუხებთ ეს, ანუ აი რამდენად მიდის იმ სოციალური პრობლემების მიღმა, რომელშიც უწევთ ბუნებრივია ცხოვრება, ის გამოწვევები, რაშიც ვიმყოფებით თითოეული ჩვენგანი, კრიტიკული მედიაც, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, არასამთავრობო სექტორიც და ასე შემდეგ. ყველგან სადაც კი ჩვენს მოქალაქეებს ხვდები, ყველას აწუხებს ამ ქვეყნის ბედი. ის მიზეზი რატომაც შეიძლება აქ აი ამ სოფელში თუნდაც ცხოვრობდე, ერთადერთი მიზეზი არის პატრიოტიზმი. პატრიოტიზმი, რომ ეს ქვეყანა გაამაგრო. მათ აწუხებთ ბედი ყველაფერს, ამ ქვეყნის ბედი აწუხებს. ის აწუხებს, რომ აქედან აყრა თუ მოუწევს და სხვაგან გადაცხოვრება და გადასახლება, ეს იქნება მძიმე დარტყმა მათ შორის ეროვნული ინტერესებისთვის, იმიტომ რომ საზღვრისპირა სოფელია, საზღვრისპირა სოფლების გამაგრებისთვის ძალიან ბევრი ინვესტიციას ახორციელებდა ყოველთვის სახელმწიფო და უნდა ახორციელებდეს, იმიტომ რომ ეს არის ლოგიკა სახელმწიფოს სიძლიერის და ამ ვითარებაში ისინი ვერ ხედავენ ვერანაირ მხარდაჭერას პირიქით. უყურადღებობა. ამას ჭირდება პასუხი, რომ დღეს მხარდაჭერა უფრო მეტი არსებობდეს. რა თქმა უნდა, იმედგაცრუება არის მართლობითი რგოლით, არის იმედგაცრუება ხელისუფლებით ყველა ქალაქში, სადაც მე მართლა ძალიან ბევრს მოძრაობ, ვცდილობ, რომ ყველა ქალაქში ჩავიდე, თითოეულ სოფელში შევიდე, მოქალაქეებს შევხვდე, რაღაცა ღობეზეც კი შევძახო, ღობის მიღმა შრომელ ადამიანს. სამწუხაროდ ამას ვერ ვაკეთებ, რომ თითო სოფელში ან ქალაქში 10-15 დღე დავრჩე, მიწევს რომ რაღაც ჩავირბინო, გავიარო, შევხვდე, ბირჟებზე გავჩერდე, უცხო ადამიანებს ვეკონტაქტო. ჩვენი მიზანი არ არის ის, რომ ჩვენს წევრებს ან მარტო ჩვენს მხარდამჭერებს, იდენტიფიცირებულ მხარდამჭერებს შევხვდე. აქაც ახლა სადაც ვდგავართ, სრულიად ახალი ადამიანები გავიცანით, გამოვიდნენ, გაგვიზიარეს თავიანთი გულის ტკივილი, პრეტენზიები, წყენა, სურვილები, რას უნდა აკეთებდეს ოპოზიცია, რას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება. შედეგი არის ის, რომ ჩვენ რო უკვე 8 ჯერ ვიყავით აქ, ეს ამის შედეგია, რომ დღეს დაინტერესდა ხელისუფლება და იძულებულია რომ ჩამოვიდეს კიდევაც, იძულებულია რომ პირობა დადოს, თორე აბა ამდეხან სად იყვნენ, სანამ ჩვენ ჩამოვიდოდით, ვიჩხუბებდით, ვიყვირებდით, ვილაპარაკებდით, ჩემი კოლეგები ფიქრია ჩიხრაძე და ოთო დავითაშვილი, რომელიც ახლა მახლავს ისინი კახეთის მიმართულებით არიან პოლიტიკური კურატორები ჩვენი პარტიის მხრიდან, შრომობენ, მუშაობენ და ეს არის მნიშვნელოვანი საქმე, სადაც მათ უბრალოდ აქვთ ის ფუნქცია, რომ გააჟღერონ საქართველოს მოქალაქეების გულის ტკივილი და ოთო ფარულავა და ფიქრია ჩიხრაძე. ამიტომ ჩვენი მთავარი საქმე არის ის, რომ გავაჟღეროთ ეს პრობლემები, ვაიძულოთ, დავაინტერესოთ და შემდეგ უკვე დავარწმუნოთ მათ შორის ეს ჩვენი თანამოქალაქეები, რომ
ხელისუფლება იმისთვის ასე კი არ ყავდეს რაღაცა მუდმივ წნეხში და პრესში ხელისუფლება, არამედ ისეთ ხელისუფლება მოიყვანოს ქართველმა ხალხმა, რომელსაც არ დაჭირდება არც ხვეწნა, არც მუდარა, არც მუქარა, არც გზის გადაკეტვა და არც ოპოზიციის 9-ჯერ ჩამოსვლა. თავადვე მიხვდება, რამ დიდი მიხვედრა უნდა. სულ არის რამდენიმე სოფელი, თითზე ჩამოსათვლელი სოფელი ასეთი, რომელსაც აი ბლოკპოსტი აქვს, სანამ სოფლამდე მიხვალ. საზღვრისპირა სოფელი, რომელსაც ჭირდება გაძლიერება და 6 დღის წინ აქ იყო უმძიმესი სტიქია. რომელმაც დატბორა, გაანადგურა, რაღაცა შინაური ფრინველები წაიღო და მეურნეობები ახლა სამწუხაროდ კამერას ესე ვერ ვატრიალებთ, ხო? აი ზუსტად აი მარცხნივ არის, ჩემს მარცხნივ არის მაგალითად სახლი, რომლის ეზოც არის დატბორილი, აი ლაფით არის სავსე, მარჯვენა მხარეს არის ჩემგან სამეურნეო ტერიტორია, სადაც სიმინდია დასელი და ის აქაც ლაფია, ძლივს ამოაშრეს ეს ლაფი, ოღონდ სახლების სარდაფები ისევ წყლით არის სავსე. მართლა მძიმე მდგომარეობაა. ეს შეიძლება მძიმე დაავადებების გავრცელების ეპიცენტრად იქცეს იმის გამო, რომ უბრალოდ არ არის სანიაღვრე სისტემა და ჭირდება ყურადღება და ამ ყურადღების გაცემა შეუძლია ეროვნულ ხელისუფლებას და არა იმას, რომელიც აქ რამდენი მანქანით ჩამოვიდნენ, ყველა სახელმწიფო მანქანა იყო, ყველა დაბურული მანქანა იყო, რამდენ ფულს ხარჯავენ. ამათ რა კორტეჟიც ჰქონდათ, რომ ჩამოვიდნენ, ეხლა იქ დეპუტატებიც ესხდნენ ავტომობილში, იმით ამ სოფლის პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა. ჩამოვიდნენ, ალბათ სწავლენ ეხლა თელავში იქეიფებენ და მერე იქიდან გაუყვებიან გზას თბილისისკენ და ამდენ კეიფს და ამდენი მანქანის ყიდვას და ამდენი საწვავის დახარჯვას ამ სოფლისთვის რო ჩამოეტანათ ეგ ფული, აქ პრობლემები მოგვარდებოდა. ეს არის ეხლა მაგათი მდგომარეობა, რაშიც ივანიშვილი და ანტიქართული ოცნება იმყოფება და აქეთ არის ქართველი ხალხი. და ჩვენ შუაში სადაც ვცდილობთ რომ ამ ადამიანებს ხელი გაუმართოთ და იმედი დაუბრუნოთ. კი ბატონო და ირაკლი აუცილებლად მინდა გკითხოთ როგორ მუშაობს პროპაგანდა რეგიონებში დარწმუნებული ვარ ბევრ თემაზე საუბრობთ როდესაც ხვდებით ადგილობრივებს და ყველამ ძალიან კარგად ვიცით რაზე დგას ქართული ოცნების პროპაგანდა განსაკუთრებით ბოლო წლებია რა ხდება ამ კუთხით როგორ იღებს რეგიონებში მაცხოვრებელი მოქალაქე აი ამ პროპაგანდას რამდენად დამაჯერებელია ის რასაც ეუბნება ხელისუფლება მას მათ შორის ომის საფრთხეებზე რაღაც ღირებულებებს, რომელსაც საერთოდ სხვანაირად წარმოაჩენს, ხო, პროპაგანდისტული მედია თუ ხელისუფლება. რა ხდება ამ კუთხით? ხო. ხელისუფლების ბოლო პერიოდში ძალიან დიდი გამოცდილება ხელისუფლებამ დააგროვა ტყუილში და პროპაგანდაში. ტყუილში რომ რაღაცას გააკეთებენ და აღარ გააკეთებენ, ბევრი პირობა, მე როცა რეგიონებში მოძრაობ, ამ რეგიონებში ყველა რაიონში არ არსებობს რაიონი, სადაც ანუნა ძალიან დიდი დაპირება არ აქვს გაცემული. ხა, საუბარი ეხება რაღაცა ელექტროავტომობილების ქარხნის აშენება. რა ელექტრომობილები, სად რა ხეს ელექტრომობილი, საკუთარი ტრაქტორი და ესე რაღაც ბალახის საკრეჭი მანქანა ვერ გამოუშვია ქვეყანას. და ამ დროს მილიონები ჩააქციეს რაღაცა სისულელე პრეზენტაციებში, სადაც შეყარეს ხალხი, შეყარეს იქ აკადემიური პერსონალი, თავისი პარტიული აქტივი, მართლა მილიონები დახარჯეს და მე შედეგი არაფერი არ მოხდეს. სად ნახეთ თქვენ ქართული ოცნების და ივანიშვილის მიერ გამოშვებული ელექტრომანქანა. მართლა ბალახის საკრეჭი ვერ გამოუშვიათ. ვერაფერს ვერ აკეთებენ. ცული რო ცულია და ნაჯახია, ისიც კი იმპორტულია და სხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს. ანუ არაფერს არ აწარმოებს ივანიშვილის პირობებში ეს ქვეყანა აწარმოებს მარტო ბიტკოინს, ოღონდ მარტო ივანიშვილისთვის, მერე მაგაზე ძარცვავენ ერთმანეთს, სასამართლო დავებს უწყობენ, იჭერენ ადამიანებს, მერე აწამებენ იმ ადამიანებს და ამ ბიტკოინებს იბრუნებენ უკან. ელექტროენერგიის საფასური გაიზარდა იმის გამო, რომ ბიტკოინებს ქაჩავს და წურავს ბიძინა ივანიშვილი ყველგან, საერთოდ სადაც კი შეიძლებოდა. არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაში, რამაც შეიძლება წარმოება აიყვანოს უკეთეს მდგომარეობაში. ბოლო წლების განმავლობაში ივანიშვილი წურბელასავით აზის და უკრაინის ომის პირობებში გადმოქაჩა ყველა რუსი ამ ქვეყანაში და რა უბედურებაც მოაწყვეს რუსებმა ამ ქვეყნად, ეგეც კიდე ცალსახა ამბავია და ყველა ვნახეთ აი თელავში სულ ახლახანს რა მოხდა, ქორწილში ჩაუფურთხეს, ლამის სულში ჩააფურთხეს ადამიანები და კიდევ აქეთ დაიჭირეს და კიდევ ქართველი კაცი იმაზე უნდა ოცნებობდეს, ეხლა 5,000 ლარიან გირაოთი გამოუშვებენ თუ არ გამოუშვებენ ახალგაზრდა და ბიჭს. იმიტომ რომ ზემოდან რაღაცა დაასვარეს ადამიანებს თავზე ქორწილში, რომელიც არის მათთვის უმნიშვნელოვანესი დღე. ამ ვითარებაში ვიმყოფებით სხვა შორის 3 წლის წინ, ანუ ჩვენ ვიყავით სწორედ რომლებმაც ვთქვით და წარმოვადგინეთ საქართველოს დაცვის 9 პუნქტიანი გეგმა და ვთქვით რომ რუსების ასეთი უკონტროლო შემოდინება არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მივიდოდით ამ შედეგამდე. ვაფრთხილებდით საზოგადოებას, მაგრამ ეს შედეგია სადამდეც მივედით ახლა.
კი ბატონო, და თქვენ თავად ახსენეთ ეს თელავის ქორწილის ამბავი და როგორ ფიქრობთ, ესეც რაღაცნაირად ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია, ის რაც მოხდა რეალურად თელავში, ის რომ მაგალითად ესე დავსვამ კითხვა, ის რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ რაღაცნაირად არ ჩათვალა საჭიროდ, რომ წინასწარ რაღაცა თავიდან აერიდებინათ ეს პროვოკაცია. მინიმუმ არ ვიცი, სასტუმროს დაცვის თანამშრომელი ჩარეულიყო, რომ ეს ახალგაზრდა ქართველი ბიჭი არ აღმოჩნდარიყო იმ რუსი ტურისტების სასტუმროს ნომერთან, ხომ? ვერ დავინახეთ ამ ამბავში საერთოდ პოლიცია, რომელიც როგორც თქვა ადმინისტრაციამ გამოიძახეს, იქ სხვა მხარეც ამბობდა რომ გამოვიძახეთ და ასე შემდეგ და ბოლოს მივიღეთ ის შედეგი რომ ახალგაზრდა წყვილს ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩაეშალათ. ამ ადამიანს 3 წლის პატიმრობა ემუქრებოდა და კიდევ კარგი რომ პროკურატურამ თქვა რომ 5,000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობას დააკისრებენ, მაგრამ მეორე მხრივ ანუ ამ შემთხვევაში გულისხმობ რუს ტურისტებს მათი მხრიდან რაღაც წილი პასუხისმგებლობა არაფერში თითქოს არ იკვეთება, საერთოდ არ ვიცით, სად არიან, გამოკითხეს თუ არა, ემუქრებათ დეპორტაცია თუ რა მოქმედებები შეიძლება განხორციელდეს მათ მიმართ. აი ეს რისი შედეგია, რომ აი ასე დამთავრდა, საერთოდ რომ მოხდა ეს ამბავი და ასე რომ დამთავრდა. ძალიან მარტივი ფორმულირება აქვს ამ ყველაფერს. კოცი იცავს რუსს, ლელო იცავს საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესს. ეს არის ფორმულირება, რაშიც იმყოფება ქართული ოცნება და რაშიც იმყოფებით ჩვენ, მათ შორის მე, ჩემ მეგობრებთან და ჩვენს პარტიასთან ერთად. ლელო იცავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესს, ქართული ოცნება იცავს რუსების ინტერესს. ორმაგი სტანდარტიც ძალიან ნათლად ჩანს. ანუნა, როცა მაგალითად კახა კალაძე სათითაოდ ამბობდა ოპოზიციონერ ლიდერებზე თუ სამოქალაქო აქტივისტებზე, როცა თავს დაესხნენ მისი ტიტუშკები მელიქიშვილის გამო, ამბობდა, ქალებსოს აქ სათხედავთ, ესენი ქალები არ არიანო, მაგრამ ის რუსი ეგრეთ წოდებული ტურისტი, რომელიც თავზე აშარდავს და ასხამს და შეურაცხყოფას აკეთებს, აყენებს ქართულ ოჯახს და ქართულ სუფრას და საშინლად იქცევა, თურმე ის ძალიან ესეთი მადლმოსილი, ღვაწლმოსილი და ესე ძალიან კდემამოსილი ქალბატონები ბრძანდებიან მოსკოვიდან პირდაპირ. მაგრამ აი ქალები ქალბატონები სხვათა შორის ირაკლი ბოდიში გაწყვეტინებ მელიქიშვილის გარსზე მისმა ტიტუშკებმა ურტყეს თურმე ისინი არ ყოფილან ქალები. ეს არის მათი მდგომარეობა. ირაკლი სხვათა შორის თუ დააკვირდი რუსებს ჩვენ დავიცავთ საქართველოს მოქალაქეებს. კი ბატონო, სხვათა შორის თუ დააკვირდი აი ამ რუსი ქალების და ვინც ესე თქვა ხარდაჭერას უცხადებენ ამ რუს ტურისტ ქალებს, რუსებს გულისხმობ სოციალურ ქსელებში კალაძეს თაგავდნენ. რაღაც ისტერიულად იყო მონიშნული ყველგან, ყველა ამ ვიდეოზე კალაძე რომ აი თითქოს მისგან ითხოვდნენ ესე ვთქვათ, არ ვიცი, დაცვას, რეაგირებას თუ ასე შემდეგ, ეს ძალიან ბევრჯერ მომხვდა თვალში. დიახ, მე ველოდებოდი რომ გული დამწყდა რომ ირაკლი ზარქუასაც არ თაგავდნენ. ირაკლი ზარქუაც არ არის დასავიწყებელი ამ დროს ცნობილია ძალიან არა ქართველი ხალხის ინტერესების დაცვით, არამედ აი ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების ინტერესების დაცვით და აქტიური თანამშრომლობით მათთან და ველოდი რომ ირაკლი ზარქუაც უნდა ყოფილიყო ამ ჩამონათვალში, თუმცა არა უშავს. მათ გააგრძელონ რუსების დაცვა, ჩვენ გავაგრძელებთ ლელო გააგრძელებს ქართველი ხალხის ინტერესების დაცვას. კი ბატონო, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობა ირაკლი კუპრაძეს, რომელიც კახეთიდან გვერდებოდა ჩვენ დღის ამბების პირდაპირ ეთერში და რაც შეეხება თელავში მომხდარ ამბავს, ბოლო ცნობები რაც არის, თელავში ერთ-ერთ სასტუმროში 18 ივლისს მომხდართან დაკავშირებით პროკურატურა მოითხოვს, რომ ახალგაზრდა კაცს სასამართლომ 5,000 ლარიანი გირაო შეუფარდოს. ინფორმაცია რომ გიორგი ჭიღლაძისთვის, რომელიც ახლა დაკავებულია, მხოლოდ გირაოს შეფარდებას მოითხოვენ თავდაპირველად პროკურატურაზე დაყრდნობით სამთავრობო მედიამ გაავრცელა, თუმცა შემდეგ ეს ინფორმაციები ბუნებრივია გადავამოწმეთ და კრიტიკულ მედიასაც დაგვიდასტურეს. პროკურატურის თანახმადვე დაკავებულს ბრალი